Სვიფასო მეგობრებო ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი მანანა კაზაკოვა. როგორ ახალ? კარგად. ბოდიშით რომ ბევრი საქმე გაქვთ იცით და ამიტომ რომ მოიცანეთ ჩემი გადაცემისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პირიქით. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. პირველი რაც მინდა ახლა ალბათ ყველა შეამჩნევს თქვენს ვარცხნილობას, ხო, ფერს. თმის ფერს, ეს კრუელას ვარცხნილობა ქვია, ამას თუ როგორ დავარქვათ? ხო, აი ესეთი. როგორ ავხსნით აი ამ ვარცხნილობას? ბავშვები კი მეძახიან ქუჩაში, კრუელა ყველგან, თუმცა ძაღლები ძალიან მიყვარს, 4 ძაღლი მყავს, ეს კონტექსტი არ არის. დალმატინელებიც ხო არ ყავს თუ ყავს? არა, დალმატინელები არა, იორკები მყავს და ერთი დიდი ზენენჰუნდი მყავს დიდი და რომ მყავს ესეთი. და ეს კოვიდის დროს მოგეხსენებათ ყველა ჩაკეტილები ვიყავით და ძალიან დამაინტერესა რამდენიმე ჭაღარა, ასე ვთქვათ. რამდენი შემომეპარა ჭაღარა და რაღაცა ნაწილი მოუშვი, ანუ არ შევიღებე. ანუ მე ვარ ესეთი. ანუ ის ფერია თქვენი? დიახ, ამას ვიღებავ და ეს ვარ სინამდვილეში. ანუ ესე იგი ის ნამდვილი ფერია და აქეთ მხარეს შეულებთ იღებავთ. ანუ ახლა ეს არის სიმართლე. ანუ სიმართლე არის იქით მხარეს. იქით მხარეს. საინტერესოა. ხო, მაგრამ მომწონს რაღაცა ორიგინალური. ჩემი მეგობრების უმეტესობა გაბერებს შეიღებე, რაც გინდა და მე კიდე მომწონს. არა, კაია. ეს რაღაც სიმართლის დრო არის ეს. სიყალბის. აქეთ სიყალბეა, კი. ეხლა მე მინდა თავიდან მკითხოთ ეს თეატრის სახელოსნო 42, ხო, თქვენი თეატრის ეს არაჩვეულებრივი გახსენით, ეს არის აკადემია სახელოსნო 42. როგორ მოგიყვეთ ამ აკადემიის შესახებ? მოგეთ ძალიან მოგეხსენებათ ახლა თეატრი ჯერ თეატრი იყო რა თქმა უნდა და ამით ვიყავი შემოფარგლული და იდეა გაჩნდა რომ გავაკეთოთ რომ აი მაგალითად პატარა ბავშვებს შეეძლოთ რომ თეატრი გახდეს მათი ნაწილი და სივრცე. და აი აქედან დაიბადა ეს აზრი რომ გავაკეთოთ რაღაც ისეთი რაც თეატრს შეძენს კიდე მეტ დატვირთვას. და მართლაც ესეა, იმიტომ რომ ნუ აი რამოდენიმე კურსი გვაქვს, მაგალითად წიგნიდან სცენამდე, ანუ კითხულობთ, ვარჩევთ და ვდგავთ. ანუ ბავშვები ბავშვები და ეხლა მაგალითად აი 24-ში იყო დახურვა და იყო სპექტაკლი 2 და ბავშვები თვითონ რაც მთავარია თვითონვე გააპიესეს, ასე ვთქვათ. ანუ თვითონვე ტექსტებს თვითონვე წერენ. ანუ როდესაც უკითხავს თამარ ბუხნიკაშვილი, ხო? მე ჩდება ჩემი აზრით. აი რა შეიძლება ამ პერსონაჟმა თქვას? ანიმრამან რა გააკეთოს? გადიალოგება ესე იგი ეს. ხო, გადიალოგება. და იქ ისეთ საყვარელ რაღაცებს ამბობენ ბავშვები, ხო იცით და ის ისეთი გულწრფელები არიან. მაგალითად ერთი სცენა იყო, უნდა წავიდეს ბავშვი და თხოვოს რომ ტორტი აჩუქოს. ხო. და კონდიტერმა და არ აძლევს ტორტს და უნდა ნუ ნისიათო ძალიან გთხოვოთ იმ ტაილერე გთხოვ და ბავშვი მეუბნება მე ვიცი რა უნდა უთხრას. ნისიების როული მაგ და ჩაწეროს. გეტრება. გეტრება სმენია სახში და მოიფიქრა როგორ უნდა მიუდგეს. ერთმა თქვა რომ უცეკვასო, მეორე მომღეროს და მე ეს იდეები იკრიფება და მე აი ესე ვაცოცხლებთ ამას უკვე სცენაზე. და რამდენი წლიდან არის ბავშვები შეიძლება რომ 8 წლიდან, როდესაც უკვე მაინც შეძლებენ კითხვას და რაღაცა ის ცოტა უჭირთ ჯერ პატრები. ნუ არის პატარებისთვის სხვა კურსი გვაქვს, მაგრამ აი 8 წლიდან ეს. ესეც ძველი კოკაკოლის ტერიტორია წერეთად, ხო? და ისე უყვართ თეატრი როგორც სახლი. ხო, მაგრამ მეც მიყვარს თეატრი, მინდა გითხრათ, ჩემი აუხსნელი ოცნება არის და მე მომწონს ის ფაქტი, რომ ეს არაჩვეულებრივი ინიციატივაა, რომ არაპროფესიონალები, როგორც ვარ მე, შემიძლია მოვიდე, ხო? მოვიდე, კარგად დამამუშავოთ, კარგად მასწავლოთ, კაი სპექტაკლი დამადგმევინოთ, ცოტა დამხვეწოთ, ხო? კი.
და ჩვეულებრივად შემაგდოთ სპექტაკლში და მათამაშოთ. არის ეს, ხო? ესე ცოტა აი მართლა ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ თურმე რამდენ ადამიანს ნდომებია ხო. სახიობობა. ნუ თუნდაც ბავშვობაში. აი მაგალითად მოხუცსაც ხო შეიძლება რომ მოვიდეს მოხუცი. როგორ არა, ჩვენ ყავდა ქალბატონები 60+, ასე თელი ცხოვრება რომ ოცნებობენ რომ აი თეატრის სცენაზე. ხო და რაღაც ვერ შეებედეს. ან კიდე ადრე განსაკუთრებით ხო იცით იყო წადი რა გინდა არტისტობა წადი წვენებში ან რა ვიცი მამამ არ გამიშვა მეუნებოდა რომ ჯერ დაამთავრე იურიდიული და მერე რაც გინდა იურიდიული დაამთავრე და მერე სადაც კიდე იქ წადი ხო აი ხალხს ეძლევა საშუალება რომ და შესაძლებლობა თან ახლა ვისთან ლევან წულაძესთან ბევრ პროფესიონალ მსახიობს უოცნებია და ოცნებობს რომ მოხდეს და უცებ აი ესე თამაშობენ ლევანთან ხო ეხლა რა მინდოდა იცი ოჯახში გაქვთ ერთი მობილური ტელეფონი და ის გაქვთ თქვენ ხო ეს ნუ რა თქმა უნდა ეს განთქმული ამბავია რომ ჭოლას ტელეფონი არ აქვს ხო და აი ახლა მე მაინტერესებს მთელი ეს დატვირთვა რაც ჭოლაზე მოდის ვისაც ოდესმე ჭოლასთვის უნდა დაერეკა ხო არის რომ თქვენ გირეკავენ ხო მათ შორის მეც დიდი ხანი მინდოდა ჭოლას მოყვანა და პერიოდულად უგირეკავდით რომ აი ხო როგორ არის ეხლა იქ მიდის ეხლა აქ მოდის ეხლა იქიდან ჩამოვიდა ეხლა რაღაცა ხო ხო და ნუ თქვენ ალბათ ძალიან საერთოდ აი მე ხო აი ახლა რომ ვიხსენებ სანამ მობილურები შემოვიდოდა მაშინაც არ უყარდა ტელეფონით საუბარი ასე ვთქვათ. ვერ გავიგე რა საჭიროა. ხო აი ხაზის ტელეფონიც. აი რომ ელაპარაკე და მორჩა. რა არის? არ ჯობია აი რამდენ დროს კარგაო რომ ლაპარაკობო. ადგეო, წახვიდე, ნახო ის ადამიანი და ისე დაელაპარაკო. აი რა საჭირო არის ეს ტელეფონი ვერ ხვდებიო. მობილურებმა საერთოდ გააგიჟა, იმიტომ რომ ყველას ეს ტელეფონი უჭირავს, კიდე ხო რაღაცებს აგზავნიან. კიდე რაღაცას პასუხობენ და მეუბნება რომ არ უპასუხო. მეუბნება არ შეიძლება გაიგებს. და რას გაიგებსო არ უპასუხო და მორჩაო. და მიხვდება თქო, ხო მიხვდება რომ აი მაგალითად Facebook-ში ვარ ან სადღაც ვარ. საიდან იცისო? საიდან იცის და წერია ონლაინ. ხო. გამორთე მერეო. საერთოდ ყოფილი გამორთო რომ იმიტომ რომ შენ არ გინდა რომ მე უპასუხო. სადღაც უნდა წასულიყო და თვითონ ჭირდებოდა, მე კი არა, თვითონ უნდა მე დამერეკა და გავატანე დამატებით ტელეფონი. რეკავ, არ პასუხობ. ნუ კაია და აღარ წავედით, სადღაც ქალაქგარდით უნდა წასულიყოთ, მას ჭირდებოდა, მისი საქმე იყო. ხო და რატო არ აიღე მეთქი? მე რა ვიცი, ყველასი რეკავდაო და მე რა ვიცი, რომ ჩემი იყო. ნუ არ იყო მიჩვეული და როგორ უნდა აეღო. აი ესეთი აი არ ვიცი ბავშვობაში ვიღაცამ ტელეფონი ცემა თუ გალახა თუ რა მოხდა რომ ეს გადაულახავი კომპლექსი არ ვიცი. ამიტომ ყველაფერი მე მაქვს ნატვირთი. აი ვინც რეკავს ნუ იცით რა არის მას ხო ესე იწყება ლაპარაკი. უკაცრავად რომ თქვენ გაწუხებთ, მაგრამ მას არა აქვს ტელეფონი, მიყვებიან მე. ხო. დიახ და იქნება აი გადაცეთ აი ძალიან მნიშვნელოვანი ეს და არ მთელი დღე მაგ შეთავსებით ლევანის ვიყარ. დიახ როგორ არა ვიცი აუცილებლად გადავცებ თქვენ როგორც ისა არ დაგავიწყდეთ ოღონდ თორე დააგვიან კარგი. თვითონ სახში როგორია აი ეგ როგორი ხშირი კითხვა. განათლებაში ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, აი რაღაცა აი მთელი თავი, აი რა ვიცი, ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, რომ იყო ჩემთან გადაცემაში და რა ვიცი, ნუ ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა გამოგვივიდა. აი გარი ყველაზე ალბათ როგორ გაიცანით და როგორია სახში კითხვა და განსაკუთრებით მე ამას მოყვება ხოლმე ალბათ როგორი მხიარულია სახში, ხო. მინდა ხოლმე რომ რაღაც გავამხიარულო ხალხი, მაგრამ ძალიან მოწყენილი, სევდიანი და ჩუმი და მარტოსული. ალბათ ეს მთელი ენერგია, რომელიც არ ვიცი ეს როგორ ავხსნა, ამას ხარჯავს და იქ იგროვებს და ფიქრობს. სახში. მართლაც აი სპექტაკლისთვის რომ ემზადება, აი იცის ხოლმე, წადით რა სადმე. არ გინდა გაისეირნო მეუბნები. აი მინიმალური კონტაქტიც კი არ უნდა, იმიტომ რომ რეჟისორი არის მდგომარეობა, ეს ფიქრია, ხო? აი ახალი პიესას აიღებს, იმაზე ფიქრობს, იქ როგორ უნდა გადაწყვიტოს, რა აქვს სათქმელი, რა აქვს ადარდებელი და რა აქვს მოსაფიქრებელი და ეს პერიოდი არ უნდა არავინ. თან კიდე არის საოცრად მორიდებული ადამიანი. აი მაშინ რომ დადიოდნენ, გახსოვთ,
ინკასატორები, როდესაც იწერდნენ გაზს და რაღაცას, გაზის აი ვთქვათ, კარდზე. როგორ გამორბოდა ეს? მანანა მიშველე მოვიდა. ვინ მოვიდა? ვინ არის? ინკასატორი მოვიდა. და ეს ოფიცი დახტებოდა და იფარებდა საბა. და რას იზამს, რას ვაკეთებ ამის? გახედავს? გამოწერს და წავა. არა, გეხოცები შედი შენ რა მაგარი ხარ. შენ ისეთი მაგარი ხარ. რა ვიცი, მეც ვირგებდი რომ ძალიან მაგარი ვარ, რომ გავდივარ ველაპარაკებ, რა ვიცი, ინკასატორი აქ, გამარჯობა, წავიდოთ. ისეთი ადგილები ხო არის, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეს ადამიანი, მაგალითად იუსტიციის სახლი. მაგ შემთხვევაშიც ახლა როგორ მაგ შემთხვევაშიც ხოთაშორის 90 ჯერ არ იყო იუსტიციის სახლი, იყო სახმართველობები თუ გახსოვთ. და იქ უნდა მისულიყავი და როგორც წესი პირდაპირ არ გაძლევდნენ პასპორტს საზღვარგარეთის, უკი მე უნდა წაგეღო ეს ცნობა, მე მოგთხოვდნენ რაღაცას და იქ რა თქმა უნდა მე ვიყავი მანანა შენ ამას შეძლებ და ესე გამტუმბავდა და მე უნდა შევსულიყავი და შევდიოდი, იმიტომ რომ ცოტა ქრთამი უნდა მიგეცე. ხო, იყო პერიოდი. ესე იყო თუ გახსოვთ და მოკეთ შევდიოდი და იმდენად აღარ მომყვებოდა, რომ პირველი პასპორტი ჩემი ხელ მოწერით აქ. არ უნდა ვამბობდე უკანონობა, მაგრამ იმდენად გაწურული იდგა ესეთი, აი პატარავდებოდა, რომ გეხვეწები რა მაგარი ხარ, მანან აი იტალიელი მაფიოზები რო არიან, აი მიდი შენ, აი შეხვალ თან ორსული ესე შევდიოდი ყველგან და ვაკეთებდი თუ გერმანიაში მივედი და გავაკეთე პირველ მოაწერე ხელი და მივეცი ეს პასპორტი და წავიდა. და უკეთ წავიდა ყვითელი ჩემოდნით. ანუ ესე იგი ფაქტიურად ოჯახურ საქმეებზეც დადიხართ ერთად. ხო. კი, მე ძირითადად. ერთად რა მაგალითად რაღაცა ერთი საოცარი შემთხვევა მოყვე. და ისეთი რამ არის რომ მოკეთ მიჩვეული ვარ მე უკვე ეს უკვე ყველანაირად გამოხდა ხანი და მივხვდი რომ მე ვარ თავარი ასე ვთქვათ მომლაპარაკებელი ნებისმიერ თემაზე და გადავწყვიტეთ რომ ავაშენოთ აგარაკი. ხო. და ჩვენ ახლა ბავშვობაში იყო ესეთ ფინურ კოტეჯებს ეძახდნენ. ხის კოტეჯებს მნიშვნელობა აქვს რა. პირველი ეგ შემოვიდა ფინურები. პირველი იყო, მაგრამ იყო უბრალოდ ხის კონსტრუქცია. და მეტი არაფერი, ანუ ზაფხულის სახლებს ეძახდნენ და ჩვენ გვინდოდა რომ უფრო ცოტა ისეთი აი თქვათ შემოდგომაზეც რომ გვესარგებლა აგარაკით და ვეძებთ ამ ფინურ კოტეჯებს, ასე ვთქვათ რომ სად იყიდება და დავდივართ, მივდივართ და ვხედავ ხის კოტეჯები წერია. უი ლევან ვიპოვეთ, მგონი თქო და რა კარგია, მიდი გადადი, მიდი იკითხე, შენ მაგარი ხარ, მანანა, შენ ყველაფერს შეძლებ. დავდივართ და ვხედავ მაგარ გაკეზებს. ხო, მაქებს მე ისეთი მეც მგონია რომ მაგარი ვარ ძალიან, გადავედი და ქალბატონისის და მამაკაცი ცოტა ეს ხედანი ხის კოტეჯებია ვეკითხები. დიახ, ხის კოტეჯი. და იცით რა, აი როგორი კოტეჯებია მე ვთხრე, მყარი? რა ვიცი, მყარი კოტეჯები. და აი იცით რა მეთქი, აი იზოლაცია როგორი აქვს თქო. და მიყურებს რაღაცა, აი ხმის იზოლაცია, ან თბო იზოლაცია აქვს თქო, აი თუ სენდვიჩი რო ქვია მეთქი, აი ესე რო არის და რავი, აქამდე არავის არ უჩივლიანო და თუ უცებ გავიხედე, გამოვიხედე და ვხედავ რომ ვარ სხვაგან. სად? ბორდელში. ვთქვი რომ არავის არ უჩივლიანო, რა ვიცი, ხმაზე არავის არ უჩქარდაო და თან ეს ქალი ესე გადაგხედავს ამ კაცს და იყურება რომ ზის ჭოლა მანქანაში გელოდება. მელოდება ეს და ღელავს რომ ნერვიულობს ესე ხელებს. აბა რა სიზამს ჩემი პრინცესაო გამირკვევს ახლა ყველაფერსო და ამოვედი და გადავფირდე და მივდივარ და რაო რა ფასიაო რაო რამდენ ხანში ავაშენებ თო ჭოლა მეკითხა გაჩუმდი ახლა ამანები ახლა თავი და წავედით ახლა აქედან ჩქარა თქო და ვიზულაცია კერა კლატ იმაში აი რა იფიქრეს აი ახლა სულ ვფიქრობ რას ფიქრობ ანუ არ მოეწონათ ხომა იზოლაცია ხმაურია ხმაური რას ეძებენ ამისთანაც რას ხმაურობენ ამისთან რას აპირებენ ასეც რა იფიქრეს ახაც არ ვიცი კი ხო და მე რადგან ბარემ ჭოლაზე ვამბობ გასტროლებზე
გაქებდათ თქვენ რომ ესე იგი მანანა არისო ქალბატონიო რომელიცო ყველაზე კარგად ვაჭრობსო ანუ ბაზარში ესე გასტროლებზე ჩავდივართო აი მანანა უნდა გაუშაო უნდა გაუშაო და აი თუ უნდა აი კაპიკებში იყიდისო თუ რამე არის საყიდელი ხო მე რო წავიდეო მეო იქ იცი ასაც მე ის აქაც მიცემს ხო და აი ყველაზე ისეთი როგორი გქონდათ აი კარგი ნავაჭრი ეს ხოთი შორის ახლა საფრანგეთში არ ვაჭრობდნენ არა ხო ინგლისში სიმართლე მე უფრო აი ესეთი აზიური აფრიკაში ვიყავით პირველად იქედან გამიჩნდა მე ისე ხო ტუნისში ვიყავით და საოცარი სამყაროა ეს ბაზარი რა თან მანან არის ტუნისური სახელი მართლა თურმე ტუნისური და იქ როგორც კი მიდიხარ სულ ერთი კითხვას რო სვავ უკვე გთავაზობს ეს რაღაც კულტურის ნაწილია რომ შემობრძანდი ჩაის გთავაზობენ მურაბას ვაჭრობა არის აი რაღაცა დგენელი აი ამ რაღაცა ნაწილის რომ ის ერთს გეტყვის მე შენ ეტყვი შენ როგორი ყოფილყარო როგორი შენი ქმარი ნამდვილად ბედნიერი არა ეხლა მოდი ახლა თავიდან დავიწყოთ და ეს მთელი რიტუალია და რაღაცნაირი ნაწილია და მეც ეს ისე მომეწონა რაღაც როლი მოვირგე ამისი რომ თან რომ ეხლა სახელი უნდა მიბოწო და რო გაიგეს რომ მანანა ვარ ანუ თლაც ტუნისური ძირძველი სახელი ყოფილა ყველგან ისმოდა მანანა come on baby გიცნობენ უკვე მიცნობდნენ ისე რომ ხო მართლა ეგრე ყოფილიყო მართლა ეხლაც ჩინეთში რო ვიყავი ჩანხაიში დუტაც ესე სპექტაკლში ერთად ვიყავი და დუტა მოკლედ არსად არ წავიდა და ბიჭო რამე არ ჩაგაქმეთ კი მარინასთვის ნინისთვის რაღაცა ბავშვებისთვის თქო კაი მეზარებო წამოდი ახლა მე ვთხარ მე ესე არ გაგიშვებ შენ აქედან თქო იქაც არის რაღაცნაირი არა ისეთი ჩიპ ბაზარ თვითონ ეძახი ჩიპა come on bags ჩიპა ისახია და ეს არის ბაზრობა რა და ნუ რაღაცა წავედით და გვეუბნება რაღაცა თანხას ვეუბნებით და თუთაც დაბნეული დგას ესე და 950 ენი არა გამორიცხული რაღაც იმაში შარფებში და აი გოგო მაგდენი დუტა აქედან დუდუნებს ყურში გაჩუმდი მე გაიხედე იქეთ კაი სად გავიხედო ნუ უყურებ ამას თვითონ არ მოგწონს ხო ეს მთელი ის არის ამბავი აბა რამდენი არა მე ვთხარი 100-ად მომცემ Are you crazy? Woman, are you crazy? მაჩვენა. მე ვთხარი არა, ნუ რა ვქნა, არ მინდა მეთქი. თუთა წამოდი ვეუბნები და გამყავ სხვაგან და სად მიმყევ ხარ? ვითომ ეს ჩანთა გაინტერესებს. მართლა თუთა წამყვა ესე და ათვარიელებს და უჭირავს როგორი ვარდისფერი ბარბის ჩანთა. რა საინტერესოა. ეს მინდა ვითომ მანამ? ხო, აბა რა, ეხა დაგვიძახებს, ნახე. Come on. ტერორისტ მეუნება რომ დავითმო. რამდენიანი იყიდე რამდენად ესე იგი 950-იანი 160-ად 10 ვაჩუქე გამექნა რაღაც გეცინება რა ეხლა რა ვიცი ეს ვაჭრობა თვითონაც მოსწონთ აბა რა ვაჭრები თუ პირდაპირ ყიდულობ ესე იგი არ ჩაგთვლიან ნორმალურად ეს ნორმალური არ არის ეხლა იცით რა არის მე მინდა ცოტა იმაზე ვისაუბრო თეატრზე თქვენი რომელიც ეხლა ანუ ხო რეალურად ეხლა სახელმწიფო თეატრიდან უცბად ესეთი რეალობა დადგა რომ დაიწყეთ ესეთი საკუთარი თეატრის აშენება ხო ჭოლას იდეა იყო მაგრამ ჭოლაზე რომ მოყევი ხო რაღაცები ხო ნუ რეალურად ალბათ სულ შენ ირბენდი რაღაცები არა სათავეში ვერ ვიტყვი აი თეატრს როცა ეხება იქ ხდება ჭოლა რაინდი მშრომელი ლიდერი და მე საერთოდ არავინ არა ვარ მართლა ანუ ესე პირიქით არის ეს ყოფით საქმეები და რაღაცა ნაკლებად საინტერესოა ნაკლებად არა მართლა ესე ეგ მართლა იცის და ეს არის მისი ცხოვრების რა ვიცი აი ალბათ სუნთქვა მართლა თეატრი ლევანმა რამდენი თეატრი აშენა აი რომ გავხსენ სარდაფი ვაკის სარდაფი რუსთაველი სარდაფი ვაკის სარდაფი მე მარჯანიშვილის წინაც გააკეთა პატარა სარდაფი იყო ესეთი პერიოდი და ეს ასე ვთქვათ არის უკვე მე-4 თეატრი და აი როგორც ვაკეთებთ ხოლმე რემონტს და რაღაც შეცდომებს უშვებთ როცა გაგვიკეთებია ცხოვრების განმავლობაში
აი აქ ყველა შეცდომა გაითვალისწინა წინა რაც გქონდა და აი მართლა უშეცდომო თეატრია. რას გულისხმობ უშეცდომოში, იცით, რომ აი ყველაფერზე ნაფიქრია. ყველას კამს თვითონ ეზომებოდა. დაჯდებოდა. აქ ეხა მე ვზივარ, მაგალითად ვარ ასეთი. მაგალითად ძალიან გამხდარი ვარ. რა ვქნა ეხლა საწავიდე ეხლა აქ რო შემერჭოს, აქ რო გაივლის, უნდა ავდგე, გავიწიო, აი მართლა ყველას კამს. ცოტა გადაწყვებოდა, აქეთ გამოიწეოდა. მე მართლაც ესეა, რომ გაივლი არ არის აუცილებელი, რომ ადგე და გაატარო ადამიანი. ანუ თქვა აი დაპუსიმ დააგვიანდა ეძახდა. აი თქვა დააგვიანდა ვიღაცას. რა ქნას ეხლა უნდა შეაწუხოს ის აი ყველაფერზე აყენოს ხო? ხო, აი თქვა ამაზე ნაფიქრი აქვს. მე იქიდან როგორ ჩანს, მე აქ რა იქნება, აქ კაფე იქნება, აქ იქნება თქვა ადამიანს რომ უნდა რომ დააკვირდეს მსახიობები როგორ ემზადებიან. ხო, აი ეს ხო ჩანს ოთახია, სადაც მსახიობები გრიმს რო იკეთებენ, სანამ შევლენ სცენა, ბექსტეიჯია, ასე ვთქვა. სულ უნდა ხო, ჭოლახო დამოუკიდებელი ცალკე თავისი თეატრი. უნდა ყოველთვის. მაგრამ მაინც უნდა კითხოთ ურჩი მაყურებლები. ხო არიან რა ეს ურჩი მაყურებლებს მე ვეძახი, რომლებიც დღემდე ვერ იგებენ, რომ თეატრში ნუ რაღაცები არ უნდა გააკეთო, ან არ უნდა ტელეფონი ბოლო ხმაზე აწეული არ უნდა ქონდეს, უბრალოდ ხმა უნდა ქონდეს გამორთული. ან საერთოდ უნდა ქონდეს გათიშული, იმიტომ რომ ზმუილის ხმაც ჩვეულებრივად ისმის მთელს დარბაზში, იმიტომ იქ აკუსტიკა ესეთი. აი ერთ პატარა სანამ ჩვენ მაყურებელს გადმოვავთ, მოგიყვებით, აი ახალი შემოსულია მობილურები შედარებით, ნუ რაღაც და ვართ ბერლინში შოუკეისზე პროგრამა იყო სპექტაკლების, რომელზეც იქაური გოგონა გვატარებდა გიდი და ნუ იქ თუ რაღაცა იყო სათარგმნელი, დავდიოდი და არცეთ არ აცხადებდნენ. მობილურები გამორთეთ. ხო, რომ გამორთეთ მობილური ტელეფონები და ვკითხე რომ თქვენთან არ აცხადებდნენ. თქო არ არის, თქო გამოცხადება, რა ვიცი. კიო, აცხადებნენო. მაგრამ გაიგეს. და აღარ აცხადებდნენ. ერთი წელი აცხადეს, მეორე წელი აღარ აცხადეს. აღარ დაჭირდა. გაიგო ხალხო. გაიგო ხალხო. აი ვინმე მაყურებდნენ რომ გააჩერო და უთხრა რომ როგორ ფიქრობ შეიძლება მობილურმა რომ დაგირეკოს ხო გეტყვენ რომ არა შეიძლება აი რაღაც ეჭიროა გამოცხადება და ჩვენთან ვაცხადებ არა ჩვენთან ვაცხადებ ნაირსახეობა გამოცხადებ როგორები ესე იგი მე მაგალითად მახსოვს რომ სამეფო უბნის თეატრში მესმის ბატონი თემურის ესეთი ხავერდოვანი ხმა რომ პატივცემულო მაყურებელო, ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ჩართვა ტელეფონის, როდესაც სპექტაკლი დამთავრდება. ანუ თავიდან ეუბნება რომ გამორთეთ, მაგრამ ის არ დაგავიწყდეთ, რომ ჩასართავდა. ბატონი თემური ესე თავისი კულტურული და ესეთი არისტოკრატიით, ანუ მე არც ვუშვებ რომ თქვენ გექნება ჩართული ტელეფონები, მაგრამ აი არა. ხო, ჩართვა არ დაგავიწყდეთ. ჩართვა არ დაგავიწყდეთ. რა არ გამიგია, ხან მუსიკის ქვეშ, ხან იმის ქვეშ, ხან დიმპიტრავ და არა, გარდა იმისა რომ არ თავენ, მე უფრო აი კიდე დარეკილიზარი კიდე აი ხმა შეიძლება ჩაუწიონ, მაგრამ მე მაოგნებს აი ეს რომ დარეკავს და თან რო ხო ხედავ აქედან აი გვერდითებ. ხო. ჰალო, თეატრში ვარ. ჩაი. არა. ჩაიკუზე. ამოიწიე. მაგრამ სად დაიმალე ხა გონია რომ არ ისმის. თუ აი რაღაც მერე დაგირეკავ ბიჭო. სად დაურეკავ ბიჭო, გავჩერდები ცოტა ხანი დაგაცდით. ილაპარაკეთ და მე გავაგზავნე. მაგრამ მოუსვენარი ხალხიც ხო არის? სამწუხაროდ არის ხა მილიონი რაღაც ისტორია იყო, მათ შორის სარდაფში განსაკუთრებით მახსოვს. ძალიან ახლოს იყო ხო გახსოვთ მაყურებელი, ფაქტიურად მონაწილე იყო, სცენაზე იყო და ერთი სპექტაკლი იყო, რომელშიც კიდე უფრო ესე იგი ლევანმა მოიყვანა მაყურებელი დარბაზში, აი ესეთი წრეზე იყო რა, მარტო ჩვენ ვიყავით და დანარჩენი აი ეს წრეზე იყო მაყურებელი და ნასვამები იყვნენ აშკარად. აი მიხვდებოდნენ რომ რაღაცა ხო არევის ხასიათზე იყვნენ. და ყველაფერს რო კომენტარზე. აუ, კაი კაცო ერთი, რაღაცას რო გეუბნები, რომ იტყვი რაღაცას მართლა? სცენაზე შენ ამბობ და ის გეუბნება. აუ, ჯიგარი ხარ.
მე რო არიცი რა ქნა თან კაპელდინერსაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნუ ისეთი ჩოჩქოლი ატყდება, რომ ჩაიშლება სპექტაკლი და აი დაძაბულობის გამ ღელავთ რა გავაკეთოთ, არ ვიცი, თან არ უნდა შეიმჩნიო, იმიტომ რომ ხო პროფესიონალებია. არ ვიმჩნევ აქ რაღაცას ეს მეუბნება რაღაცას და მე და ბაიკო ვდგავართ ძალიშვილის სცენაზე და ეს რო ჩაქვრა და უცებ ბაიკომ ესე მივარდა და ეხლა წესიერა თორე გაგლახავენ და დადგა ისე წარმოიდგინება აუბრიალა ეს ზალებული გამოდამის ქაუსისინა ჩქარასთან მე ისე დადგა წავიდეთ წელი რომ გავიდა მართლაც დაუხდნენ გაგლახავენ აუ კაი აგონა ეს კარგად სიბნელეში გაიგონონ ხო იცი რა უნდა კითხო რადგანაც ამბობთ ახლა მაგალითად ну დღეს ჰონორარების ამბავი სახეობები ცოტა გამოსწორდა უფრო ადამიანური გახდა რა აი ადრინდელი 90-იანი წლების ну ჰონორარები როგორი გქონდათ ანუ რა იყო ყველაზე რამდენი აგიღიათ ყველაზე გასაოცარი თანხა ერთი სპექტაკლიდან ეს მაინტერესებს რა კარგი სიტყვა თქვით ჰონორარი ჰონორარი კი რა გამოსვლაში გვაძლევდნენ 20 თეთრს ერთ სპექტაკლში ვიღებდი 20 თეთრს 7 წელი 20 თეთრი დიახ და იყო დრო რომ ლარიო ლარობდა ალბათ მაშინ აი მაგრა რო ლარობდა აბა და გათფობაც არ იყო ჩართული, რა თქმა უნდა, სად იყო. მარტო რთავდნენ ეკონომიის მიზნით, პარასკევს საღამოს თუ ჩართავდნენ, მაგრა გაგიმართლა, თუ ვარსკვლავები თამაშობდნენ შაბათს, მაშინ რთავდნენ და თუ არა და პირდაპირ შაბათს რთავდნენ. ანუ არაფერი აზრი არ ქონდა, ხა იმ ხელშენობაში 1 მილი რო არის ჩართო სანამის გახურდება, სანამის გავა და გამყინვარებაში მახსოვს ესეთი ფარდის უკანესები ყავით რაღაც ერთ სპექტაკლში მქონდა ფრთები, ამიტომ ვერაფერსაც ვერ ვიხურავდი, რომ ეს ფრთები არ მომწყდარიყო და ესე ვარ და ასე რაღაცნაირად გაყინულები ესე უცებ გავდიოდი და გადავხვდები გამოხდა ხანი უკვე გათფობაა და რაღაც დავიწუწუნე როგორ ცხელა მეთქი რა ანუ ძალიან არის თქო უკვე ასე ვთქვათ კარგი ხანობა დადგა და სითბოში ვთამაშობ და სენის მე მანქანი ეს მართლა გახსოვს არ ყითა რო გზელამდიო რას მგზელავდი მე რას ნიშნავს მართლაც ეს თები რომ მქონდა 50 თეთრი თუ რაღაც ღირდა არყები იყო ესე რომ გახსნიდი და ჩეკუშკას ესე მომაწვდი და ხოლმე და კარგად მართლა დავიზევდი და კაი აყროლებული არყის უნდათ გავდიოდი სცენაზე და გამახსენა ეხლა რას წუწუნებო აგერ როგორი 20 თეთრსაც ვიღებდით და ხო საერთაშორის ხო რაღაცნაირად არასდროს არ გვიღალატი აი შეიძლება ისეთი გადაცემა არ უნდა ვამბობდე თითქოს ნუ რაღაც სევდის მოტივია მაგრამ აი ხა რო გაუშვეს მსახიობები ჩვენი კოლეგები ეკა ხო ეკა ნიჟარაძე მაიკო ათია გუბენკო გურამჯაში ჯოროყაშვილი აი ზუსტად ეს ხალხია ვინმე არ გამომრჩეს არ მახსოვს და ზუსტად ის ხალხი ვართ ვინც არასდროს არ უღალატეთ პროფესიას აქეთ მოქონდა ტანსაცმელი აქეთ მოქონდა გრიმი აქეთ მოქონდა და ძალიან გული მწყდება. ძალიან მეტირება ასე რომ რაღაცნაირად უცებ აღარ გახდნენ საჭირო და რაღაც სანაგვეში გადაგვაგდეს ის ხალხი ვინც აი ამ ძიმე წლებში არასდროს არ გვიღალატია ჩვენი საქმე. ხო თეატრი. ო ძალიან ძიმეა კი. ორმესი მადლობა. ქალბატონო მანანა. მადლობა რომ მომიწვიეთ. ჩემთან გადაცემაში არაჩვეულებრივი გადაცემა გამოგვივიდა. მინდა ძალიან დიდი მოკითხვა გადასცეთ ლევანს ჩემგან. ოქროს ვანო მოიგო ჩვენი გადაცემას ეს ყოველ წელიწადში ერთხელ ვატარებთ და ნუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენი გადაცემის ისტორიაში თქვენც ერთ-ერთი საუკეთესო ხართ მინდა გითხრათ არაჩვეულებრივად ესე იგი ესე მეუღლეები ერთმანეთს ესე უხდებოდა და იუმორის მიმართულებითაც ესეთი კარგი იუმორი ქონდა ნაკლებად ისე ეთქვა მინდა გითხრა ნუ იტყვით ესე ნუ იტყვით ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ძვირფას ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი მანანა კაზაკოვა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinex-ი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.